შემდეგ ღორების წყემსი გახდა. და რა მიიღო, როგორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც ღორების წყემსი იყო ისეთი, რომელიც გამოც შემდეგ ის გახდა პატრიოტი. აი რა განსხვავებაა. რა არის ეს მთავარი? და მე მოკლედ გიპასუხებთ ამ კითხვაზე, რომ როდესაც იგი მამის სახლში იმყოფებოდა, მე მინდა გაგახსენოთ ქართულ ენაზე ამ იგავს ქვია უძღების შვილის შესახებ, ანუ უძღებს შვილზეა ლაპარაკი და სხვა ენებზე სხვადასხვაირად არის. მაგრამ ქართულად არის უძღების შვილი და ძალიან კარგი თარგმანია ეს რა, ძალიან კარგი, იმიტომ რომ ქართული გამოთქმაც არის ეგეთი, რომ რით ვერ გაძღა შენი უცებ. რით ვერ გაძღა შენი გული, აი რით ვერ გაძღა ეს ადამიანი მამის სახლში. აი რით ვერ გაძღა და სწორედ აქ არის მთავარი ამბავი. რომ მიუხედავად იმისა, რომ მას ყველაფერი ჰქონდა, მას ჰქონდა ესეთი აზრი, მას ჰქონდა ესეთი დამოკიდებულება, რომ მისი კეთილდღეობა, მისი სულიერი მდგომარეობა დამოკიდებული არის გარემოზე. და ის თვლიდა, რომ მაინც არ არის ეს ყველაფერი საკმარისი. და როდესაც იგი წავიდა და გახდა ღორების წყემსი და ყველაფერი დაკარგა აბსოლუტურად, აი ის მიხვდა ყველაზე თავს ცხოვრებაში. რომ არაფერზე არ არის დამოკიდებული მისი მდგომარეობა და მისი გადაწყვეტილება. თავარი არის გადაწყვეტილება. თავარი არის გადაწყვეტილება, სწორი გადაწყვეტილება, რომელიც გარემო პირობებზე არ არის დამოკიდებული. და მან მიიღო ეს გადაწყვეტილება მამის სახლში დაბრუნების ნებისმიერ პირობაზე. თანახმა იყო, ოღონდ აქედან წამოსულიყო და მამასთან დაბრუნებული. და სწორედ ეს არის დღეს აქ ყველაზე მნიშვნელოვანი. რომ ჩვენ დღეს დიდი მარხვის დაწყების წინ უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. ერთი რომ უნდა აღვიაროთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვართ სწორედ ეს უძღების შვილები, რომლებსაც ბევრი რამ მოგვეცა, ვერ გავუფრთხილდით და მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ გადავწყვეტით, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი მამის სახლში. ჩვენ ესე იგი არა მარტო პირადად ჩვენ, არამედ კაცობრიობა ისტორიულად დავკარგეთ ჩვენი დიდი სიკეთე, რაც ღმერთმა მოგცა და ჩვენ ვიყავით სასუფეველში. ვიყავით და მივატოვეთ ეს სასუფეველი და წამოვიდეთ. ყველა ჩვენგანზე ეს პასუხისმგებელი. და აი დღეს სასუფეველიდან გამოგდებულ ადამიანებს შეგვიძლია სასუფეველში დაბრუნება თუ სწორად მოვიქცევით. პირველ რიგში თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, ჩვენს უკეთურებას, ჩვენ შეცდომებს და მეორე თუ ჩვენ გადავწყვიტავთ, რომ დავბრუნდეთ. აი ეს გადაწყვეტილება არაფერზე არ არის დამოკიდებული, არც იმ დიდრეზე, არც საზოგადოებრივ მდგომარეობაზე, არაფერზე ქვეყანაზე. თუ გადაწყვეტს ადამიანი, ღმერთი ამას შეუსრულებს. აი მის შესახებ არის დღევანდელი იგავი სახარება.